მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქართლოსის ხმა, მე მისი წამყვანი ნინო ჩიფჩივი ვარ, წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ეს გახლავთ ანდრო ბარნოვი, მოგესალმებით ბატონო ანდრო, მადლობთ რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ 9 მაისს გორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავაკეთებთ ძირითად აქცენტს დღევანდელ გადაცემაში, ასევე ის რომ დღეს შედგა შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახელწოდებით გორი არ არის წითელი და სწორედ ამ შეხვედრით მინდა გკითხოთ, დავიწყოთ საუბარი ბატონო ანდრო, რა იყო ამ შეხვედრის მიზანი და რა დაიგრძნო, როგორც ვიცი, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა გარკვეული დაორგანიზებაც აქციისა, რომელიც გორში გაიმართება. Იცით 9-ის მერე ჯერ 9-ზე მინდა ვთქვა, სენტიმენტების მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან მძიმე იყო ნამდვილად, რაც 9-ში მე ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის, გორელისთვის, ის რაც 9-ში ვნახეთ, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, რომ რაღაც პროგრესული ქვეყანა ვარ და ვითარდებით ამ მიმართულებით და ამისი ამბიცია გვაქვს, უცებ ჩვენ ვხედავთ რაღაცა წარსულის გადმონაშთს, თან წარსულიც არის და წარსული არის ეს ტოტალიტარული ყველანაირი, რა ვიცი, რაღაც სუდი ეპითეტი რაც შეიძლება ვიხმაროთ და ამ წითელი კომუნისტური და სოციალისტური უბრალოდ საბჭოთა კავშირის დროშების ფრიალს, სხვადასხვა რომელიც არის კანონით აკრძალული და სამწუხაროდ ამაზე ურს არავინ იბერტყავს, როგორ ჩანს კი არა და ჩანს ყველაფერი ძალიან კარგად. ერთ წუთით ამის შემდეგ შევეხმიანეთ ჩემს მეგობრებს თვითონ შემომეხმიანნენ თქვით რომ აბა რა უბედურება ხო რა მსგავსობა და შეიძლება რომ გორმა გორის საზოგადოება ეს დატოვოს უპასუხოდ რომ თითქოს არაფერი არ ხდება თითქოს ყველა ამას იზიარებს იმიტომ რომ ეს არ არის რეალობა ხო ყველა ამას არ იზიარებს ნამდვილად არათუ ყველა არამედ ძალიან ბევრი არ იზიარებს ამას არ შეიძლება ეს ვიღაცა ცდილობა რომ წარმოაჩინონ როგორც გორის პოზიცია და რაღაც გორი ვითომ არის წითელი დროშების, კომუნისტური დროშების ქალაქი, არ შეიძლება ეს დარჩეს უპასუხოდ და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ იმ დღეს როცა ეს ხდებოდა ბევრი ჩემი მეგობარი მეხმიანებოდა და იძახდნენ რომ რა გავაკეთებთ ახლა მუშტიკრივის გამართვას იქ ნამდვილად ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ ესეც არ არის ხო, არანაირი ფორმა და ნუ პოზიცია იყო ესეთი რომ ჯობია აცავლო ვინც არიან რაც უნდა გააკეთონ და არ იწვის ამით არაფერი შეიძლება მეორე დღეს მესამე დღეს რამდენიმე დღეში შენ უპასუხო კიდე უფრო ძლიერი და ესეთი ღირსეული აქციით პრინციპში ესეც დაიგეგმა დღეს ქონდა ეს შეხვედრა რომელიც თქვენ ახსენეთ თამას პირობითად დავარქვით პირობითად კი არა რაც არის ისე დავარქვით რომ გორი ეს არ არის ნამდვილად წითელი ქალაქი გორ შეიძლება რამე უწოდო გმირთა ქალაქი რა ვიცი რაც გინდა დაარქვი მაგრამ წითელ ქალაქს ვერანაირად ნამდვილად ვერ უწოდებთ და დღეს მოხდა სწორედ მსჯელობა ხა მე რომ მოდიოდი აქ არაფერი არ უწოდი რა შეიძლება დაგეგმილი იყო უბრალოდ მინდა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან უბრალოდ გორის საზოგადოებასთან იმ ნაწილთან რომელიც ისურვებდა მოსვლას და მოსმენა ძირითადად ხალხთან ერთად დისკუსია რომ მე ამ შემთხვევაში ხოლმე ერთ-ერთი ორგანიზატორი თუ არა ასე ვთქვათ ამ ყველაფრის ეს არ არის დაუშვათ არც ანდრო ბარნოვის ორგანიზებული ღონისძიება და არც რა პარტიის მიერ ორგანიზებული და არც ერთი პარტიის მიერ ხო აქ რა თქმა უნდა ეს არის ღია სივრცე შეუძლია ყველას მოვიდეს მაგრამ მოვიდეს თავის პირადი სახელით და არა რაღაცა დაუშვათ ორგანიზაციების და მით უმეტეს პარტიული ორგანიზაციების სახელით ხო ანუ ეს იქნება გარკვეული პასუხი 9 მაისის ბატონო. არა თუ გარკვეული, არამედ მე მჯერა რომ ეს იქნება ძალიან პირდაპირ და მკაფიო და ძლიერი პასუხი. არავინ არის განსაკუთრებულად არ აპირებს, იმიტომ პასუხი არის თავისთავად ამისი მრავალი ცხონება, ასე ვთქვათ. მე ხარ როგორც მეგობრებმა მითხრეს, იყო იქ დაახლოებით 300-400 გორელი გამოსული ამ აქციაზე, თუმცა იყო გაცილებით მეტი კიდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილი ადამიანები, იმიტომ რომ მომარაგებულები იყვნენ ისინი ტრანსპორტებით, ხოლმე სიმბოლიკით, ეხა არ აგონი ამდენი საბჭოთა კავშირის დროშა ვინმეს ოჯახში ინახებოდეს, მაინც იყო ცხადიებაც იყო სპეციალურად ამზადებული და მოტანილი ამ აქციისთვის და ასევე როგორც მეგობრებისგან ვიცი, იქ იყო რამდენიმე ნორებიანი ჯიპი, რომლებიც შორი ახლოს იდგნენ და გაგვირდებოდნენ ამ ყველაფერს. მე არ ვიცი რატო გადაწყვეტა ვიღაცამ რომ გორს უნდა ასე შეურაცხყოფ მიაყენოს. ვიღაცამ ვინ? ბატონო ანდრო, მოდი. მე ხო არ ვიცი, ცით მე არ ვარ. ვინ შეიძლება აკეთებდეს ამ ყველაფრის ორგანიზებას საქართველოს გულისხმობ და არა საქართველოს ფარგლებს გარეთ? საქართველოს ფარგლებს გარეთ ხდება ცხადია ამისი ორგანიზება პირველ რიგში რუსეთი ამისი ორგანიზატორი და FSB ცხადია. აქ შიგნით ხა ჩვენ ვხედავთ რაღაც ორგანიზაციებს, ხო, რომლებიც ამაში მონაწილეობენ, გასაგებია ისინი იღებენ ამაში მონაწილეობას.
ძალიან სამწუხაროა რომ ამას აკეთებენ, იმიტომ რომ ეს რაზე მეტყოლებს გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი ეროვნული შეგრძნება, არანაირი რაღაცა мотиваცია, რომ არანაირი ღირსება, არც პიროვნული მათ შორის ხო არ აქვთ არანაირი განათლება, ალბათ მე ვარაუდობ, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანმა ოდნავ მაინც იცოდე ისტორია, ოდნავ მაინც პატივსცემდე, ну არ ვიცი, გიყვარდეს დაუშვათ, თუნდაც შეგნებულად გიყვარდეს შენი საკუთარი შვილი და მისთვის გინდეს რაღაცა ნორმალური მომავალი და მიდიოდა აი ამ მარაზმში იღებდა მონაწილეობას. თუმცა ბატონო ანდრო, იქ იყვნენ ახალგაზრდების. კი, ნახე მე ახალგაზრდები, რაღაცა 3-თან ნახე რაღაცა. და ტრანსპარენტებით ხელში იღებდნენ მონაწილეობას. კი, მაგრამ ხო, ტრანსპარენტებით რომელშინ არც ვერ კითხულობდნენ. რომელმაც ელემენტარულ კითხვებს პასუხის გაცემა უჭირდათ, ხო, ხანუ ეს იყო პრინციპში ნამდვილად ვერ დავარქმევ ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილს იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ და არა მხოლოდ მათი პოზიციის გამო, არამედ იმ სულად აშკარა უბირობის გამო და გამონათლებლობის გამო, რაც მათ ძალიან ღიად დემონსტრაცია გააკეთეს. ანუ ის საქმე გვაქვს იმასთან, რომ უფროსი თაობა ახდენს ამ ყველაფრის დემონსტრებას თუნდაც ოჯახში და ასე შემდეგ ახალ თაობაში. მე ვარ დარწმუნებული, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიცაც შეიძლება ეს პირდაპირ ფული არ გადაუხდიათ, მაგრამ რაღაცნაირად მისტირიან ამ წარსულს, იქ კატასტროფული ფრაზები გაისმა, მაგალითად მე მახსოვს ბატონი ერთი ხანშესული, რომელიც ამბობდა, რომ რა განსხვავება რუსეთის ნაწილი იქნები თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო და მე დარწმუნებული ვარ ხო და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს ბატონი სახლში იგივე ამბობს ამას ასწავლიდა და დღემდე ასწავლის თავის შვილს, შვილიშვილებს, იმის შვილებს, იმიტომ რომ შეიძლება შვილთა შვილებიც ყავს უკვე ისეთ ასაგზე გვაქვს დღეს საუბარი. მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ჩავდნენ კადრებში. და ხან რა შეიძლება ამ ბავშვს მოკითხო ხო, ცხადია ხო, რომ იმას მოკიდა ხელი ვიღაცა მოიყვანა სადღაც რომ მასაში ერთი დამატებით თავი იყოს. მაგას გულისხმობს სწორედ შეიძლება რომ ამ ბავშვის გიმდეს სიკეთე და ასე მოიქცე. ხო, არანაირად არ შეიძლება. NDI-ის კვლევებზე მინდა გკითხოთ, 31% დაფიქსირდა, რომელიც ფიქრობს, რომ ევრაზიულ კავშირში შესვლა რაღაც სიკეთის მომდევნო საქართველოს და 27% ასე თქვა თავს იკავებს პასუხის გაცემისგან. რასთან გვაქვს საქმე? აი ამ კვლევებს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სანდოა ერთი მხრივ დღევანდელი ხელისუფლება უმრავლესობა ამბობს, რომ სანდოობის საკითხი და კვლევის მეთოდით საკითხავია. თუმცა რეალობა ასეთია, რომ NDI-ის ესეთი კვლევები დადო. კვლევაში გუში რაც გამოქვეყნდა იმ ნაწილში დაფიქსირდა კიდევ უფრო საგანგაშო 12%, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსის და იგივე 12%, რომელიც ამბობს, რომ რუსეთს ქონია თურმე დადებითი გავლენა საქართველოზე. აი ეს არის ძირითადი ციფრი, რომელზეც მე ვილაპარაკებდი, ალბათ ის 31% პლუს ის 27, რომელიც თქვენ ამბობთ, 27 ახსნა ძალიან რთულია. იმიტომ რომ იქ შეიძლება ბევრი თავს იკავებს იმიტომ რომ მიაჩნია რომ მთავრობა მხარს უჭერს ამ ევრაზიული კავშირის ასე ვთქვათ ინტეგრაციას და არ უნდა რომ ხმამაღლა ამას დაუპირისპირდეს. ну შეიძლება იყოს რაღაცა სხვა ნაწილიც, მაგრამ ალბათ შედარებით უფრო მცირე სეგმენტი იქნება. თუმცა მათ რო დღეს სამწუხაროდ ისეთი აურაა შექმნილი საქართველოში, რომ თუ იმას უნდა რომ თქვას რომ რუსეთს უნდა ჩავეხუტოთ ის ამის თქმას არ ერიდება. ანუ თუ ვიღაც მოერიდა იმის თქმას, რომ ევრაზიული კავშირთან, ანუ საქართველოს პოლიტიკა როგორი უნდა იყოს, ხო, სავარაუდოდ ის არ უნდა უჭერდეს მხარს ევრაზიული ამ კავშირის ინტეგრაციას, ხო? თუმცა ახლა ეს ზუსტად ამას ვერ იტყვი, მაგრამ ვარაუდი, ლოგიკური ვარაუდი ამის თქმის აკუზორს, როგორც მინიმუმ მე მაძლევს. მაგრამ როგორც მოგახსენეთ, გაცილებით მძიმე არის ის 12%, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს რუსეთი არ არის საფრთხე და მეტიც აქვს დადებითი გავლენა თურმე. ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ ასეთი რაღაც. შეიძლება რომ ელემენტარული საღი აზრი, ელემენტარული გონიერება ადამიანს აძლევდეს საშუალებას თქვას, რომ რუსეთი საქართველოს საფრთხე არ არის და მით უმეტეს რომ დადებითი გავლენა ქონია თურმე დღეს საქართველოზე. რა გავლენაზე გვაქვს ლაპარაკი? რომელ დადებითი გავლენაზე? ის რომ თუნდაც გორში, აი ამ ქალაქში 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ომის დროს, ის რომ ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული, ის რომ მთელი ჩვენი დამოუკიდებელი არსებობის განმავლობაში რუსეთი დგას მუდმივ პრობლემად, მუდმივ საფრთხედ, გვიხოცავს ხალხს, გვართმევს ტერიტორიებს, გვექცევა ცინიკურად, გვიშლის ყველანაირად ხელს ყველაფერში, გვიქცევს აქ ქურდებს და ვიღაცა კრიმინალებს, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ხელით მართოთ, ჩვენი გადაწყვეტილებებით მართოთ და ამას შეიძლება ჩვენ უწოდოთ
დადებითი პოლიტიკა, დადებითი გავლენა და ვინ არის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს. იცით, ეხლა ადვილია თქო, რომ გამყიდველი მოღალატე კი სხვა რა უნდა უწოდო, მაგრამ სამწუხარო ისა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ აზროვნებაზე. უარს ამბობენ თავისუფალ არსებობას და ურჩევნიათ იყვნენ რაღაცა ჭაობის ნაწილი, ოღონდ ვიდრე ის, რომ იმ ჭაობიდან ამოსვლისთვის რაღაცა ხელის განწრება ევალებოდეთ, ხო? ეს არის ჩვენი წარსული. ეს ადამიანები წარმოადგენენ ჩვენს ყველაზე სულ წარსულს და მე არ ვნერვულობ ამის გამო სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი ახალგაზრდებთან, მოდის ფანტასტიკური ახალი თაობა, ფანტასტიკურია დღეს ვინც არის რაღაცე აი უკვე ხო 15-20 მეტი კიდე წლის, აი 25-ის ქვემოთ ხო, ნუ მეტნაკლებად ხა იქაც არიან კარგი და განვითარებული ადამიანები, მაგრამ უფრო მასიურად თამამობ, ხო, სრულიად ფანტასტიკური ხალხია. ჩვენ გვინდა რომ აი უფრო უფროსებს დღეს ვინც ვართ, ჩვენ გვჭირდება რომ ერთი დაახლოებით 10 წელი რაღაცნაირად მივათრიოთ, ასე ვთქვათ, მიუტანოთ ამ ახალმთაობას, ჩავაბაროთ და თუ ჩვენ დღემდე გქონია განვითარების ტემპები, მათ შორის ძალიან სწრაფი ტემპები და იცით თქვენ ახლა იყო პერიოდი, როცა მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება ისეთი სწრაფი ტემპები და ისეთი განვითარება, რომელსაც ვერაფერი შეედრება, ვერ რაც ყოფილა და რაც შეიძლება კიდე აი ამ 10 წლის განმავლობაში მომავალში მოხდეს. რაც არ უნდა ვქნათ, იმიტომ რომ მოდის ხალხი, რომელიც მასიურად არის თავისუფალი, რომელიც აი ასხივებს თავისუფლებას, ნიჭს, უნარს, თავის თავზე არიან დამოკიდებულები, არ შეყურებენ ხელში არავის, არიან კრეატიულები და ელემენტარულად პროფესიონალებად ყალიბდებიან. ეს ხალხი სწავლობს, ეს ხალხი ეუფლება არა მარტო ჩვენ საკუთარ გამოცდილებას, არამედ გლობალურ გამოცდილებას, იმიტომ რომ მათთვის არის გახსნილი ეს ინფორმაცია, არის ინტერნეტი, არის ქსელები, არის მიმოსვლა, ხო, ბავშვები მიდიან, სწავლობენ უკვე სხვაგან, ჩამოდიან და ჩვენ ყალიბდებით სრულიად ახალ ნაციად, რა, სრულიად ახალ ერად. მე მაგალითად აი გუშინძე მქონდა შეხვედრები, თვითონ მოვიდნენ ქართველ აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან ფანტასტიკური ახალგაზრდები. რატომ მოვიდნენ იცით, უბრალოდ რაღაც კონსულტაციაზე, რომ თქვენ რას ფიქრობთ, რომ ჩვენ ვიაროთ მთელ საქართველოში და ვატაროთ ეს საჯარო შეხვედრები დისკუსიაზე ამ ოკუპაციის თემაზე. დებით ახლა ეს რამხელა ამბავია. გასაგებია, რაც შეეხება აქციას, უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა დაიგეგმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რიცხვებიც რომ დავასახელოთ. 19 მაისს პირველ საათზე დავიწყებთ შეკრებას გორის თეატრთან. სრულობით ესე გამოვუყვებით შემდეგ და დავამთავროთ სრულობას გორის ციხის მიდამოებში, ასე ვთქვათ. ამ აქციის ძირითადი მიზანი არის ის, რომ იყოს მრავალრიცხოვანი სახელად შეურჩიეთ ერთად ასეთი გორი საქართველოს ღირსებისთვის და შედეგი იქნება სწორედ ამ აქციის მრავალრიცხოვნება, იმიტომ რომ ეს იქნება სწორედ პასუხი, რომ ეს რაღაცა მთელი საქართველოსგან მოყვანილი გაუგებარი ხალხი კი არ არის გორი. გორი კი არ არის წითელი, არამედ გორი არის ის ადგილი, ის ქალაქი და ის საზოგადოება, რომელიც უნდათ იცავდა და დაიცავს საქართველოს ღირსებას და ნამდვილად ამ ღირსებას ძირი გორში ვერ გამოეთხრება. ბატონო ანდრო, როგორ შეაფასებთ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო კურსს, ასე ვთქვათ, რა მიმართულებს, აით მივდივართ, ასე ვთქვათ და რა შეიძლება ის 10 წელი რომ ახსენეთ, ამ 10 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როგორ წარმოგიდგენთ? ეს არის მშიშარა ხალხი. სამწუხაროდ თვითონ არიციან სად მიდიან. ისინი უყურებენ საით არის ადვილი, როგორ იარსებონ ადვილად. ხო, ცდილობენ არანაირი რისკი არ გაწიონ, არანაირი პოზიცია მკაფიო არ დააფიქსირონ, ეტყვი ნატო, გეტყვი ნატო, ეტყვი რუსეთი, გეტყვი რუსეთი, ხო? ანუ აი რაღაც სრულიად ამაზენი რაღაცა არის. არ შეიძლება ხელისუფლება იყოს ასეთი. კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ ის ადამიანი, რომელიც ბუჩქებიდან მართავს ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, ის რუსია. ის მთელი თავისი მენტალიტეტით, თავის კავშირებით, თავისი ფულით, თავის ყველაფრით არის რუსი. მინც არის ძალიან კომფორტული და ჩვენ რაც უყურებთ დღეს რაც ხდება, ეს სწორედ მისი გაკეთებული, მისი ხელდასხმით ხდება, ხო, ის რომ პოლიციას აკრძალულია კანონი ერχობა პოლიციის თვალწინ. მოდიან ადამიანები იყენებენ საბჭოთა სიმბოლიკას, რომელსაც კანონი კრძალავს.
და მე თავსიმართლებენ რომ კანონში არ წერიაო რა არის ეს სიმბოლიკა. ესე იგი ის რომ საბჭოთა კავშირის დროშა არის საბჭოთა სიმბოლიკა ეს როგორც ჩანს დამატებით არის მათთვის დასაკონკრეტებელი. ეს ხო სამარცხვინოა. მაგრამ აკრძალული აქვს იმიტომ რომ აი ბატონს რომელიც ზის ბუჩქებში მას ასე აწყობს. მას ასე ეუბნებიან მისი ბატონები რუსეთიდან რომ ამ ხელს არ შეეყოთ. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ეს ბაიკერები რომ შემონაცვლეს ღამის მკლები თუ ტურები თუ ვიღაცები საზოგადოება ისე აქტიურია რომ პრინციპი შაუვარდათ ეს საქართველოში მათ ვერაფერი ვერ გააკეთეს გარდა აყალმაყალისა ალიაკოთისა დაპირისპირებისა მათ საქართველოში ვერაფერი ვერ გამოიწვიეს მათ ტაში საქართველოში ვერ მიიღეს ეს არ არის პატარა ამბავი ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ნამდვილად ვართ სრულიად ახალი ერი რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს ყოველივე აი ამის ფონზე, რაც ხდება ამ რეალობიდან გამომდინარე. იგივე არასამთავრობო სექტორს აი ამ სიტუაციაში რა როლი აქვს ბატონო? საზოგადოებას ევალება ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დააფიქსიროს ერთიანობა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. ეს არის მეტი არაფერი. ჩვენ უნდა დავიჯეროთ რომ საქმიდან გამოსვლა და 100 მეტრის გავლა ფეხი, ეს არის ეროვნული საქმის ნაწილი. ეს არ არის 100 მეტრის გავლა. ეს არის მე, როგორც მოქალაქე, ვაფიქსირებ პოზიციას, რომელსაც მე კეთილი უნდა ინებოს და ნებისმიერ მთავრობამ გაუწიოს ანგარიში. ჩვენ ხო ჯერ კიდევ ბევრი გვყავს სამწუხაროდ ხალხი, რომელიც ეილის კეთილ მთავრობას, ეილის მესიას, ეილის ვიღაცას და მე რო არ გამოდგება ხოლმე ეს მესია, მე იცი ხო არ ყოფილა მესია, ეხლა ახალი მესია უნდა შეგვეშალა. ეს არ ყოფილა ის ნამდვილი მესია და ეხლა მოდი ახალი მესია. მე ის არ გამოდგება, მე კიდე ახალი მესია. მე უნდა დავამთავროთ ეხლა, ხო ეხლა ერთხელ შეგვეშალა, ორჯერ შეგვეშალა, სამჯერ შეგვეშალა, ოთხჯერ შეგვეშალა. უნდა მივხვდეთ რომ ეს უბრალოდ მუდმივი შეცდომების გზა არის, ასე სიარული არ შეიძლება. და გაცილებით უკეთესია, როცა მე გამოვდივარ 100 მეტრს გავები ფეხით. და ვაჩვენებ მე იმ ხელისუფლებას რა არის გასაკეთებელი მე რა მინდა როგორც მოქალაქეს ის მე იგზულებულია იმიტომ რომ პოლიტიკოსები პოლიტიკაში მიდიან არა იმიტომ რომ თუნდაც ესთებიც არიან მაგრამ ძირითადი მასა არის მაინც იმის რომ ხელისუფლებაში იყოს იმიტომ რომ ძალაუფლება ქონდეს რაღაცას გავლენა ქონდეს სამწუხაროდ ბევრი ცოტა იდეალისტებს შორისაც კი იდეალისტი ცოტაა ხოლმე იმიტომ რომ გააჩნიათ რაღაც სიმაღლეებს და ხარისხს ვლაპარაკობთ, ხო? და ვისაც უნდა პოლიტიკაში დარჩენა და ვისაც უნდა გაგრძელოს რაღაც თავისი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკაში, ის უბრალოდ იძულებულია რომ ხალხის ხმას მიუგდოს ყური, მაგრამ ეს ხმა უნდა ისმოდეს. სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა 9 მაისის შემდეგ ესეთი ტექსტები, რომ საზოგადოება რატომ დუმს, განსაკუთრებით გორელებზე იყო აქცენტი გაკეთებული. რატომ დუმდა 12 მაისამდე ბატონო ანდრო საზოგადოება იგივე არასამთავრობო სექტორსაც პირველი თქვენი ყავით ალბათ ვინც გაუწია ორგანიზება ამ შეხვედრას და უკვე დაიგეგმა აქცია სადაც აი სწორედ გამოითქმება პასუხი და განსაკუთრებით პროტესტი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხომ არ ფიქრობთ რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მაინც რაღაც ჭრილში ყოფნა იმიტომ ურჩევნია რომ მაინც ნიჰილისტურად არის უკვე განწყობილი და ყოველგვარი რაღაცა იმედები აქვს დაკარგული ხო იცით ეს ლოგიკურად თითქოს ასე უნდა იყოს, თუმცა ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ აი გაგებაც არ მინდა ამისი რა. ეხლა რო გითხრათ სიმართლე, რომ ჩამოვედი, ეხლა ჩემი მეგობრები ვინც არიან, პირველი რაც გავაკეთე ვიჩხუბედი, იმიტომ რომ ვიცახი რომ მე რატომ უნდა ჩამოვიდე, ხო აი რა არის ეხლა ეს. რა აუცილებელია რომ მე ვთქვა ეს, ხო შეიძლება აგერ ხართ და თქვენ თუ დაორგანიზოთ, ხო? მე ასე მე მირჩევნია სიმართლე გითხრათ რა, მე მოვიდოდი და დიდი სიამოვნებით უბრალოდ გვერდზე დავდგებოდი, როგორც ერთ-ერთი მონაწილე, ეხლა მე ჩემსაც მაინც ვიტყოდი, ასე მირჩევნია, რომ ეს უკეთეს ქვეყანას ნიშნავს, უკეთეს საზოგადოებას ნიშნავს, ხო, მე ორი დღე ხმა არ ამიღი. უყურებდი, რომ იქნებ რაღაც, მაგრამ ნუ რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. მეც ვარ ერთ-ერთი მოქალაქე, ხო, ამ საზოგადოების სხვა დროს მე ბევრჯერ წავსულ ვარ სხვის დაორგანიზებულზე, ერთხელ შეიძლება მეც გავაკეთო რაღაც, ხო? ასე რომ არ არის პრობლემა ჩემი მეგობრების მე მესმის ხა ისინი მემელოდებოდნენ, თუმცა ნუ არ გესხვა ხალხი, ხო? მაგრამ დღეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. მე მართლა გეუბნები სულად გუწბელად. მე არ ვიქნები ამ აქციის ორგანიზატორი ნამდვილად, კი ბატონო რაღაც ინიციატორი ამ შეხვედრის ვიყავი, თუმცა
ჩემი ასე თქვა რაღაც ექსკლუზიური როლი აქ დამთავრდა ამით, იმიტომ რომ არც მე მინდა ასე იყოს და არც ამის საჭიროება დაწუნებული ვარ არ იქნება, იმიტომ რომ გორის საზოგადოება, რომელიც ბევრი ძალიან ღირსეული წარმომადგენელი დღეს იყო ამ შეხვედრაზე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მათ შორის, ამ საქმეს თვითონ ვაგვარებენ, მეცხადია ჩამოვალ ყველაფერში მონაწილეობას მივიღებ ფაქტიურ მონაწილეობას, როგორც ერთი ქართველი, რომელსაც ეს საკითხები ძალიან აწუხებს. ბატონო ანდრო, თუ იცნობთ გორის საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას, ვინც არც თქვა ომის ვეტერანი არ ყავთ სახლში, მაგრამ ახალგაზრდებშიც კი მე მომისმენია რამდენიმე თუნდაც ჩემთან ტოლისგან, რომ აი დიდი ბელადი და სტალინის რაღაცა ესეთი პიროვნება არის მათთვის მისაბაძ გარკვეული ნაწილისთვის. Როგორ ფიქრობთ, ეს არის ინფორმაციის დაბალი დონის ბრალი თუ რისი ბრალია? ახლა პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, იცით ეს აქცია რომელიც ჩვენ ახლა დავგეგმეთ, ეს არ იქნება რაღაცა ანტი-სტალინის რაღაცა. მე ყველაზე ძალიან ამას გული გამიხეთქა პირდაპირ, ეს იყო ეს საბჭოთა კავშირის დროშები და აი ეს რომ რა განსხვავება რუსეთის ნაწილი იქნები თუ თუმცა ამ ადამიანებს სტალინი აერთიანებდა. მივდივარ. სტალინი მათთვის არის ამ ყველაფრის სიმბოლო. გორში რა არიცით რა თამაშობენ აი ამ სენტიმენტზე რომ აი გორელი ახლა მოდი თქვათ ახლა გორო სტალინი ახლა მე ნამდვილად არ მომწონს არ ქვია ამას ძალიან არ მომწონს ხო მაგრამ გასაგებია რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ისტორიაში ძალიან დიდ სახელმწიფოს მართავდა და ხო ვიღაცთვის ეს არის საკმარისი არგუმენტი იმისათვის რომ იყო სტალინისტი ასე ვთქვათ რომ ეს იყო დიდი კაცი გასაგებია ხა, ჰიტლერი მაგალითად იყო ძალიან დიდი ფიგურა, იმიტომ რომ უზარმაზარი პროცესები გამოიწვია. ხო შეგვიძლია დავსვათ კითხვა, როგორი პროცესები გამოიწვია. რამე სიკეთისკენ მიმართული იყო ამ ხალხის ქმედებაში, ან ერთს ან მეორესი და შეიძლება გავაგრძელოთ სია მათ შორის ქართველების რომელსაც ჩვენ მივიშენთ ქართველებად ვართ, თვითონ ამბობდნენ რუსები ვართ, ხო? რატო მივტირით ამ ხალხს? ეს არის რა თქმა უნდა, ეს არის ერთი მხრივ ინფორმაციის რაღაცა ნაკლებობის ბრალი, თუმცა მარტო ამას ვერ მივაწერდით. ეს არის ჩვენი რაღაც უფრო გლობალური პრობლემის ნაწილია, რომ ჩვენ ხშირად უარს ამოვთ ხოლმე ამ რაღაცა რაციონალურ მიდგომაზე რაღაც საკითხების მიმართ. გვირჩევნია რაღაც ემოციო, რაც უფრო ადვილია, ხო, რაღაც ემოციურად რაღაცზე ავარდეთ, რომ როგორ გორელი კაცი იყო, ამ ხელა ქვეყანას მართავდა და რაღაცა და როგორ შეიძლება იმას რატო არ შეიძლება? მოდი დავსვათ ასეთი კითხვა. ის რისი სიმბოლოც იყო სტალინი? ჩვენ ასეთ ქვეყანას ვაშერებთ დღეს? ჩვენ გვინდა ტოტალიტარული ქვეყანა? ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც სისხლზე და ადამიანის თავებზე შენდება? ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელშიც თავისუფლების ხარისხი არის ნულის ტოლისა, რომელიც შიშით იმართება თავიდან ბოლომდე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგებით, ერთმანეთის ხოცვა ჟლეტით, უახლოესი მეგობრების, უახლოესი გარემოცვის, აი ესე ერთი ეს გადკაცუნებით, გაწირვით და აი ყოველგვარი მუკეთურების და ბოროტებით იმართება, რაც შეიძლება ადამიანს წარმოიდგინოს. ეს ხომ ასეთი ქვეყანა იყო. ეს ქვეყანა ხო სწორედ ამ კაცის შექმნილია. მერე რა რომ საქართველოში დაიბადა და გორში დაიბადა. მერე რა. აი მაგალითად რატომ უნდა იყოს სიტყვაზე ქუთაისელი ნაკლები სტალინისტი ვიდრე გორელი? რა მოხდა რომ გორში დაიბადა რამეს ამიტომ რა სხვანაირი ქართველი იყო ქუთაისელი ხო იგივენაირი ქართველია რა. ან თბილისელი რატო არ უნდა იყოს ყველა მაშინ ერთნაირი სტალინელი ხო? ანუ რა ლოგიკაა ეს რომ მაინც და მაინც აი გორელი რატო გორს სხვა უფრო საამაო ხალხი არ ყავს და გორის რაიონს? ივანე ჯავახიშვილი არ ყავს, მაზნიაშვილი არ ყავს, იაგო გოგებაშვილი არ ყავს, რომელი ერთ ჩამოვთვალო შიდა ქართლმა საქართველოს მისცა უდიდესი ხალხი, უმაგრესი ხალხი, რომელიც აი კბილებით იცავდნენ და აშენებდნენ ჩვენს მომავალს, ხო და შექმნეს ჩვენი წარსული და ამიტომ საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს მომავალს. მაზნიაშვილის მუზეუმი ერთი მოცუცქუნული რაღაცა ესე იგი ყურადღება რომ ვინმე მოაქციოს მე გუბერნატორი ვიყავი ახლა მაშინ თუ გახსოვთ არ ვიცი თავდაცვის ვეხვეწებოდი რომ თქვენ ჭირება იქნება რაღაცნაირად თქვენ ბალანსი აიყვანოთ ან რაღაცა ხელშეკრულება გაუფორმოთ რომ კადეტები მაინც მოიყვანოთ ხოლმე ხმსმენელები აგერ თავდაცვის აკადემიიდან აგერ არის ყურის ძირში ხო
აგერ ქუთაისიდან შეიძლება ჩამოვიყვანო ლიცეუმიდან, შეიძლება სკოლებიდან ატარო ხალხი, იქ ჩაუტარო ლექციები, მოუყვე ამ ადამიანზე. აგერ გომში გვაქვს ივანე ჯავახიშვილის წარმოშობით იქიდან არის სოფელი, ხო? რა დღეში არის სახლ-მუზეუმი? ხო? აგერ ბატონო ვარიანში გავიხიოთ რა ხდება და რავი მართლა ხა რომელიღაც ჩამოთვალო. უამრავი ხალხია, უმაგრესი ხალხი. რა გაგვიხდა სტალინი მაინც და მაინც. ბატონო ანდრო, ასე თუ ისე ფაქტია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, როგორც ხამაის გამოჩნდა ეს, კარგად ასრულებს, ასე ვთქვათ, ვიღაცის მიზანს. თქვენ როგორ შეაფასებთ, რა საფრთხეები არსებობს აი ამ რეალობის ფონზე? ძალიან სერიოზული საფრთხეები არსებობს. მე ამაზე სამწუხაროდ მიწევს ლაბარაკი უკანასკნელი 5-6 წელია უკვე. 7 წელიც კი, ალბათ, 7-დან თუ დავიწყოთ ამ ომამდე. რა არიცით, ჩვენი პასიურობით უთავისუფლებთ სივრცეს აი ამ ძალებს. არ შეიძლება რა, ეს ხო გავგვია რა, რომ უპატრონო ეკლესიას რო ეშმაკები ეპატრონებიან. აი ამ პროცესს ვაკვირდებით დღეს ჩვენ. ჩვენ უპატრონოდ ტოვებთ ამ სივრცეს. ასე არ შეიძლება. ეს სახელმწიფო გამოსვლა, პოზიციის დაფიქსირება სწორედ ამიტომ არის საჭირო რომ არ დაუტოვო შენ ვიღაცას ეს სივრცე. არ შეექმნას ვიღაცას ილუზია, რომ ჩამოვა აქ და იმ რაღაცა გიორგის ლენტებით, მოტოციკლეტებით გაიგულავებენ ასე თქვა და რომ მარშით გაივლიან ქვეყანას. არ გამოუვიდათ. ძალიან კარგი რომ არ გამოუვიდათ. არც სხვას არავის არ გამოუვა ეს ამბავი და მე გული მწყდება რაზე იცით ახლა რატო გორი აი რა გახდა რა რატო აყინებენ ამ ქალაქს ამ ხალხს შეურაცხყოფას რატო უნდა დახატონ ესე რომ ყველაზე განუვითარებელი ყველაზე ჩამორჩენილი ყველაზე უვიცი ხალხი ცხოვრობს მაინც გორში ასე ხო არ არის ეს სინამდვილეში და რატო აირჩიეს ეს სამიზნედ გორი აი ამ მართლა მანქურთებმა ну ჩემთვის არის მიუღებელი არ არის სიტყვა რა გული მისკდება სიმართლე გითხრა ამას რო უყურე რა უბედურება არის ეს და ამას ხარ აყვანთ უყუროთ ესე და თქვა რომ არა უშავს რატო არა უშავს და რა გახდა რომ გამოვიდე კარგი და თქვა რომ არ არის ბატონო ეგრე კარგია რომ იქ დღეს არ მოხდა რაღაც შეხლა შემოხლა და რაღაც ცივილიზებულად ვაცალეთ რომ და აი ვინც ხართ გაიარე წაით ხა დაგვანებით თავი მაგრამ ჩვენ პოზიცია უნდა ვფიქსიროთ მე მინდა ასეთი რაღაც ხოლო ყველას რომ ყველა ვინც ფიქრობს რომ ეს აქცია არის ორგანიზატორი იცოდეთ რომ ამ აქციის ორგანიზატორები ხართ თქვენ ამ აქციის არ ყავს ერთი ორგანიზატორი ან ვიღაცა თითოეული მონაწილე არის ორგანიზატორი თითოეული მონაწილის და გულშემატკივრის პასუხისმგებლობა არის რომ დაელაპარაკოს ხოებს ეს გაიტანოს ეს რაღაცა ხალხში რომ მნიშვნელოვანია შენ თუ სხვანაირად ფიქრობ გამოდი და დააფიქსირე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მაშასე ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია როგორც ბატონმა ანდრო ბარნოვმა გადაცემაში ახსენა 19 მაისს პირველ საათზე ხომ იგეგმება აქცია დიდი მადლობა ჩვენ ამ საუბრით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად